კადრები ვიდეოში არ მოხდება. მოვედით გიოსთან. გიო და დაკმენილი. ვერ მოერევა. რას ვერ მოვერევ? ანჯანზე ვარ. ახლა და ვაქს და რამოდენიმე ადგილზე აქვს პრობლემა. აი ფოტო გაიყავ. არა? იქა არა. ამას? ეხლა გახსნი. არა. უარ გადა! ესე იგი თავზე ხო გვაყრია ყველაფერი რა აქ სასწაული ხდება და გამოვიარეთ საცხობში გიოს წამოუღეთ რაღაცებს აწელები ხო და მოვედით ფაქტიურად აგერ ვინც არის მისამართი აუ რა ლამაზადაა მთა უკან დათოვლილი ბიჯო კოკუ ძალიან კაია ის ხო არ ხადაო ბიჭო მოიც ჩამოუწევდა აუ ძალიან კარგია კაი საკმარისია მე გადამიღე ხა რამდენ კადრს ხარჯაო გამარჯობა ხო და რას ვამბობდი მოვედით მოვიტანეთ კოლექტორი მოვიტანეთ თანერ მოტორსპორტის გამშვები და ბაჩოკი ელასტიურიც წამოვიღე და ბაკის რეზინაც წამოვიღე რაც აკლია სხვადასხვა ბაკის რეზინა ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა იმიტომ რომ მაგ მხრიდან მერე წყალი შემოდის საბარგულში რო იცოდეთ ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინმეს გაფუჭებული გაქვთ მაგ ადგილიდან მერე წყალი შემოგივათ საბარგულში აუცილებლად ეხ შევალთ გიოსთან და პირველ კომენტარს რაც გააკეთებს ნახავთ τι ამბავია გარშე აქ მანქანები რო არ ილევა ხო იცით რა მაგრამ რა ხდება შეხედე ხო აქ შემოღწევა არის ეს უნდა გაიარო რა ცალკე კონტროლი უნდა გაიარო აქ გეხვეწებით შეხედე ხო და მაგე შემოღწეა ეხლა დაიქოქება ხალხა ვაიმე გიოს ნაიარები ხელია ალაღე გიო მოვედით გიოსთან გიო და დაკმენილი ავიზახს უკმენია გამარჯობა თემკაზე ვართ ჩინური კოლექტორები დავითრიეთ ძალიან კაი კაცი გამოდა იქ ძმა კაცო ესე ვიზუალურად კარგია, მაგრამ დანარჩენს გიო იტყვის. შეიძლება აგინოს პირდაპირ. მოკლედ, ესეთი კოლექტორები ვიყიდეთ. აქ გვაქვს კოლექტორები. ოპა. ელასტიური, რომელიც უნდა დავაყენოთ. ცენტრიდანო გამოვიწერეთ და ბაკის რეზინა, რომელიც აუცილებელი არის. უნდა დავაყენოთ უეჭველი ესეც. აქეთ გვაქვს, კი იცით, თავები. რომელიღაც გახსნილი არის და გარემ ამოვიღებ და ამასაც განახებთ. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ და ზომასაც განახებთ. შედარება რო გავაკეთოთ, ბევრად დიდი არის. საკმაოდ დიდია რა. მოკლედ. ესეც ჩავდოთ აქ. ეხა გიო შემოვა, გიოს ყავდა ერთი 4 მანქანა. დაუშვა. თან ხელი აქ ნატკენი. ხო და გიო შემოვა და დავიწყებთ რა. აგერ ფეჩთან ვართ საკაიფო შეშა შეყრილი მანქანა აწეული შეხედეთ გთხოვთ ანუ სიტუაცია გიოსთან მოსვლა არის ურთიერთობა კოკა გამოახედე ერთი წუთი რა შეგვიძლია ხო გაკიდე აქ ერთი წუთი სულ გამოიღე აქ გურული ღვეძელები გქონდა ხალხო ოპა შეალაგა ახალი პარტია აქ სვანურ ფეჩში ვაცხელებთ გურულ ღვეძელებს და ღვეძელებს სიტუაცია გვაქვს ესეთი რა. ეს არ გვინახებია ხო კოკო? მოიცადე? ეს არის მე რომ მიყვარს და სტრიმებზე რო განახებთ ხოლმე და
ადამიანი რო არის ნომერი არ უყენია და მაგიტო ვანახებ რა ვიქნებ პატრონს არ უნდა აურა მაგარი რამე ამას შეხედეთ პროსტა გეხვეწებით ამას უყურეთ რა მაგარია აუ როგორ მივასწრებ M8 competition-ი აუ ძალიან მაგარი რამეა სასწაული რაღაცა ველოდებით მანქანის აწყობას დაუნფაიფი დაუყენეს ეს მანქანა გავაეხა და ჩვენამდე გიონკი გავუშვა 1-6 მანქანა ხო? ხო, იმიტომ რომ ჩვენი ბევრი საჩალოჩო და შემოვიყვან ჩემსას და შევბერავთ რა. უყურე იმან, აი უყურე თვითონაც უნდა გაიგე, რო კონდეს. შეხედე, უყურე თვითონაც უნდა. თვითონაც უნდა რომ ესეთი კონდეს. 16. ესე იგი 16 სანტიმეტრი. შედებილო, ესე უნდა გაზომო. არა, მე მინდა ეს მაინტერესებს. გრძელი გეოსება. ეს 16 სანტიმეტრია? ესა 16. არა, უბრალოდ ვერ დავიჭირე ხელში და შეანათ ერთია. მოიცა. ეხლა ბევრი მტვერი ჩამოიყრება და ამბობ. თუ იმას ემი ყავთ გეცოდინებათ ის არ დაკარგოთ დედას ვიცავარ ეს რაზეც კიდია რა რეზინა თორე აუ ამის შოვნა არის აუ რა მაგარი სიტუაცია გვაქვს ესეც ჩვენი კატალიზატორები აგერ შეგიძლია შეახედო კატალიზატორში აკეთე აჰე ოპა ზაროვა კატალიზატორი კიდე ერთი და ეს არის კოლექტორები ზევით აი ჩემს თავზე ზუსტად ეგ უნდა მოხსნათ და დავაყენოთ ახალი აქედან არა ეს გვაქვს ჩასახსნელი აი ეს არ მოყვა აი ეს გვაქვს ჩასახსნელი ეს ადგილი ეს დაგჭირდება ანუ აი ეს მხარი დაგჭირდება და ამის იქით გვაქვს ამის იქით აი ამის იქით სულ გვაქვს რა აი ვიდეო გამოვა რა საბოლოოში თან გევასებათ ესეთი ჩალიჩი რაღაცეების და იმედია მოგეწონებათ გამოიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეო და თუ რამე დაგჭირდებათ რავი გიოს რეკლამა არ ჭირდება უბრალოდ ერთადერთი ისაა რომ რა ვიცი უნდა დაურეკოთ წინასწარ რომ ადგილი გქონდეს თორე ესე რომ მოხვიდეთ ხო ხედავთ დილიდან აქ ვარ რავი ერთი 7 მანქანა გაუშვა დაჟე დღეს ეხლა ჩვენ გამოაკეთებს თორე ამ ხელებით გაკეთება ცოტა რთულია ბალკარულა ჩამოვიღო ყარდანი ხიდი და ტრაკის ჩამოწევა გვიწევს ტრაკი არა საჯდომი საჯდომი მომერეთ ჩავყაროთ მარცხენა ხელი დაზიანებო დავდია აქ რაღაცას ვიჩალჩე და ეს დამავიწყებ აქ რო დავდე და მე მთელი შეიძლება 2 დღე ვეძებო სად დავდე მუვი სახეზე ხო არ მისურე მური ხო მური წაგისმევ რა პრობლემა გაგმურა მინდა ია თავში დაცემის შანსი რამდენი პროცენტია არაფერი ამ დაგეცემა თავში არინერვიულა ჯამით ხელში უნდა იყო ეს ვერ გავიგე რანაირი დამხმარე ჩაგრავს ლევანა რო არა ეხლა ნახე უცებ ბატო როგორ აყირავდა რა ხდება მატორი ჩამოვარდება ხა ზუდუ აი ხალხო რომ მეუბნებოდით 7 სილარი რატო გადაიხადე აი რა ჭირს უყურეთ სისქეში არ არის ერთი ელემენტარული სისქე და მიხვდები ხო ნუ ამაზე ვერ ძლებს არა ჩვეულებრივ 46-ზე 3-დან 20 რო დაუყენო ვერივლი რა აზრია ხა ეს გააფუჭებს თუ ის გააფუჭებს კაროჩე კაი ამბავი ჯერ არ უთქვამს მარტო სუდი ამბები დარის ყველა სალნიკი გვინდა ხო და ყველა პრაგმატკა თუ რამე არის ვარ სხვა მანქანა ხო არ გინდა შემთხვევით აი იქ 46 მიყენია დადუბული და გამიწვი მანფორ აქ ამოჭერი და მერე გავაგზავნე გვაქვს ხრეშივით თუ იმას გინდათ
კაროჩე პრაგმატიკები გვინდა ყველა. აქ სალნიკიდან რო გაზდის ეს არაფერი არ არის. მომე. ვერ მოერევი. რას ვერ მოვერევი? ძალიან ჯანზე ვარ. აი საკიდო დავიჭი. მაინდამეთ თუ რატომ მიუდექი? დაატრიალე რა. სიჩქარე შეა თუ რუჩნოია მოწოვე. მაგას არა ბიჭო. აბა? აი ეს. სო? არ გამოვა შენგან ხელოსანი ხო ხედავ არა? არ ვარ. გიო, რატო ვერ შვი? გაგირბის ხელიდან და მაგიტო. აი ეგრე. აი საგაჩერი. სო? თურმე მოჭერა ჭირდება. სტამნედარი. ორიგინალი ნამდვილი თავისი კოდებით და ყველაფრით. არის ესეთი. ის არ არის ორიგინალი. ხალხო ის არის ორიგინალი რა, ანუ ის სხვა მანქანისა. ის ქერა. ამ ხელაზე სქელი. ეს ელასტიური არის ხალხო, მანქანა რო ვიყიდე მაშინ და მე რომ აბრალებ ყველა ვიდეოში სულავას არცალიო რა ჩემ ბრალე შენ რაღაც ვიდეოებში აი უყურე მე ყოველ ვიდეო მოდი იტყუება ხალხო რა მოდი არ ეცალა მაგიტო არ მოვდიოდი აბა ეხ არ გეტყვი ის მანქანა გავაგოროთ თქო ის არ გავაგორე ის წავიდა ხალხო ის წითელი მანქანა ჯადორო იყო არ გავაგორე ხო გავაგორე ძველი რო ეწენა მე 6 სერია დიდა სპიცა ვარ 4 წლის წინო პირველად გიოსთან მოვედი იქ დიღომში ამერიკის საელჩოსთან იქ ეყელა იქ რა გამოიყვანე საკ წავიყვანე შესაღებად და მე ესე უნდა მოვიყვანო სად თავიდან უნდა შეიღებო და მე ესე უნდა დავაბრუნოთ რომ ავაწყოთ ვაიმე გაზდის ზეთი აი კაროპის უკანა სანიქს რიჩაგის სანიქს გაზდის ზეთი კაროპი და ეგ არ მიდის ხო სხვა იმის ნუ SMG-ს ეკნება ალბათ არა მექანიკა SMG ერთ იგივე 6 ჩქარიანი კაროპი შემდეგი კაროჩე წაგან არ გვილაპარაკია მე მგონი მოკლედ ბაკი გვაქვს ჩამოღებული კი ხედავთ კი ნახავთ უბრალოდ ბაკი გვაქვს ჩამოღებული მოვიტანეთ ბენზინი 55 ლიტრი რომ გავიგოთ საიდან გაზდის აი ესეთ პრობლემებში ვართ ჩემი ტიპი რა ჯანზეა ხო საღოლგიო არის კიდე მაშინ კარს მივკეტავ ძმაო რავი აი ხალხო უყურეთ ფეჩთან ზის არც მოდის შეხედე გაგვიშვა და გაუთქმა იქ შეშაღარ გვაქვს კაროჩე წეროვანში Google Maps-ში ჩაწერთ სულავო პერფორმანს ერთ მეშოკ შეშას ამოვიდანთ დონაცია არის ერთი მეშოკი შეშა კამაზით თუ ამოხვალთ ვაფშე კანფეტი გაგირეკლამებთ კამას კაროჩე რა უნდა ვქნათ ეს ანახე ჩამოგდებული რო გვაქვს ბაქსონა ეს უნდა ჩამოვიღოთ გიო ხო ჩამოვიღოთ ხო და ისე ჩავასხათ ყელიდან ეხლა უცბად იმას ვიზავთ ამას ვიზავთ და განახებთ პროცესს გავარკვიოთ საიდან გაზდის ბენზინი იმედი მაქვს რამე შლანგიდან გაზდის გიო არის ადამიანი საღოლ არ უნდა ბიჭო ურო რა ნამგალი და ურო უნდა გეტ აი გიო რეებს იძახ გაყინულია თორე ისე კაროჩე ჭამს სიანადრო აიღო და დაარტყა გიო ტიპი რა ჯანზეა ასფალტი რო გახვრიტო შეგიძლია ეგ არა მაგას ვერ იზავ აი ეს უფრო შეიძლება
აი უფრო შეიძლება გიო. საღოლ გიო. დამჭირება ტელეფონი ერთ წუთი. დაველაპარაკო. მოვიდამ ჩეხავი პურის მჭამელი დამტყველი. ეს არ მოტყდა კაცო? კი. რა აგერ შეხედა. ეს კადრები ვიდეოში არ მოხვდება. ეგ თავის ფლად რო არის ეგ ანუ არა სავსე ხომ თლად. აი ხა იქითაა გადატანილი. აი შლანგი რაცა დახსნილი. არა იმენა. აი არის აი დეპროასკა. ბაკით ისაა ფაქტია რომ არაა სავსე. ანუ მილს გასდის. მილს თუ გასდის აზრი? მოკლედ ესეთი ამბავია ხალხო პოვნით ვიპოვეთ. აი ეს არის აი ეს შავი შლანგია რა. აი ეს ნახეთ, რასაც ხედავთ ზევით, აი ნახეთ სველი არის და ეს შლანგი უშვებს. ეხლა ნახავთ გზას როგორ შეიძლება ეგ შლანგი რა უნდა ვუქნათ მოკლედ რა. მაგ შლანგთან რა ჭირს საერთოდ. ახტება და ვაქს ზემოდან რამოდენიმე ადგილზე აქვს პრობლემა. ხოდა აქედან შლანგები ჩახსნილია, ნელ-ნელა იცლება ვაკი და რა ვნახოთ რა იქნება. ნახოთ ვარ ხასიათი. აბა დაგაგებინებთ ნელ-ნელა რა მოხდება. მოკლედ აი ეს იყო რა ხალხო აგერ აქ ნაწილი საკლია ხო თითქოს? ნაწილი არაკლია, მაგრამ აქ იყო ჩაჭრილი რა. აქ იყო გატეხილი მოკლედ რა. თან ეს ისეთი შლანგია, რომ ეს ჩვეულებრივ შეიძლება რომ გატარების დროსაც გატყდა. გატარების დროს არ შეიძლება. ეს დაშლილი ქონდა? აბა ეს ხო დაბლიდან სულ ჩამოხსნილი ქონდა ყველაფერი. ბაკის ისიც ხო გაასწორა კაცო? ეგეც გაასწორა. გაკეთების დროს ეს ყველაფერი მოხსნილი იყო, სულ ყველაფერი. ეს მერია გატარებული. აი ჩაჭრილია ეს, აი. როგორ ჩაჭრილი. ხო და მაგასო იქ გატარების დროს ხო არ მოხდა თქო. ეგა რა, მოკლედ. ეს რა უნდა ვქნათ გიო ამას? ესეთი ჩორობასაც ექნება და ვიყიდით სხვას. ჩვეულებრივი 46-ას? ალბათ ეს თუ და კონდეს ხო ესეც სხვანაირი არ უნდა. მოკლედ ხალხო. ხო არის ჩართული, მოკლედ ხალხო. ეს უნდა ვიშოვოთ, ეს სადაც გაწყვეტილი იყო, ნუ აქედან გაზდიოდა. დღეს ესე ვტოვებთ მანქანას, ხვალ დილითვე, რავი, იმედია ვინმეს ექნება. თუ არა და ბენზინის ბაკთან ერთად ვიყიდი ბოლოს და ბოლოს, რა თუ ცალკე არ გაყიდა ხო. ზოგი ხო არის ეგეთი, რომ ცალკე ვერ მოყიდი, ძმაო, ეს კომპლექტია. დედას ვიზარ, ჩვეულებრივი რაღაცა, აი არაფერი არაა განსაკუთრებული, პროსტა რა არის, იცი? აქ გატარებული როა, მოხრები აქვს რა, აშკარად, რომ ნუ კაროჩი. თუ რამე ჩვეულებრივი წავას ქელ შლანგს გავატარებ და რავი, იმედია გაკეთდება ესე რა. გიო პოზიტიურად უყურებს. იმედია გადავრჩებით. იმედია ყველანი გადავრჩებით და კარგად იქნება ყველაფერი. დავიდი, დღევანდელი დღე ესე დასრულდა. ხვალ უკვე მოვიტან ადრევე და გაჩვენებთ აწყობის პროცესსაც რა, კოლექტორიდან ბოლომდე, მაგრამ ავაწყობთ, იმედია მთავარი აი ეს ვიშოვოთ რა. მადლობა გიოს, რომ შუა ღამემდე ჩვენს გამო აქ არის და შლის და აწყობს და ბენზინი თავზე გვეწყობდა და დაგვეკრა. მთავარი ქარმა არ დაუბეროს. შეშის გარეშე. ქარმა არ დაუბეროს, ნაკვერჩხალი არ გამოგდოს, ფეჩდნენ და იქ ცეცხლი არ წაიკეთოს. კაროჩ კიდე ერთი პრობლემა გვაქვს დღეს. წავედით, დღევანდელი დღე ესე დასრულდა. იგი დღე მეორე. ცოტა გვიან გამეღვიძა არა და ადრე დავიძინე. ნიკუშა გამომივლის და დავაწვევით ელიავაზე რომ ვიშოვოთ. განახებთ ეხლა რა. აი ეს შლანგი. იმედი მაქვს რომ ჩვეულებრივია 46-ის მიდის და არანაირი სხვაობა არ იქნება რა. ამას წავიღებთ მაგალითისთვის და მოკლედ განახებთ ყველაფერს. ხალხო მოვიდა ნიკუშა. აგერ. წავალთ ხა ელიავაზე ჩვენ და დიდი იმედი მაქვს რომ ამას ვიშოვით მარტივად რა და დიდხანს არ დაგვიგვიანდება, იმიტომ რომ გიოსაც იქ
რა თქმა უნდა, ხელს უშლის მანქანა, იმიტომ რომ აწეულია და სხვა მანქანას ვეღარ აწევს და ვეღარ გააკეთებენ რო რამე, ნუ აწყობილი მაინც რო იყოს, გამოაგორებდნენ, გააგორებდნენ და სხვასაც შეიყვანდნენ, მაგრამ ნუ მოკლედ რა, კაროჩე პრობლემა შეიქმნა რაღაცა წვრილმანი შლანგის გამო. იმედი მაქვს ვიშოვით. მოვედით ელიავაზე და ეხლა ჩავალთ რომასკენ. რომას ველაპარაკე, ჩავალთ ეხლა რომასკენ, მაქამდე დავაპარკინგებთ მანქანას და იგი და აგი. მივალთ ახლა რომასთან, ვიცი რომ მოგენატრათ რომა, დიდი ხანი აღარ ყოფილვარ. მივაჭრით რომასთან და რომა გვაშოვნინებს შლანგსა. მე დავგრეხთ ოქსა და ბაზარსა და წავალ გიორგისთანა. ხო, პირველად მოვედი, ისე რომ რომა ტიტველი არ დამხვდა, დედას ვიცავ. რა ხარ? იცი საიდან მოდის? პისტოლეტისა და ჩადის. მაგის გვერდზე ჩადის ეს შლანგი და ბაკის თავზე ერთდება. ეგრე ესე გადაებანა. თუ მენზენი გაუშვა, ამის ბრალია ამ კაცს რა ისეთ. ეს გამოვიდა ესეთი, აი აგერ გადავავით საკაიფოდ. აქ ხამუთებით რაღაცები და ესეთია რა. მოვქრო კაცი რა. მოხვალთ ხალხო. BMW-ს ნაწილები გააფუჭებთ თქვენს საკუთარ მანქანას. რომასთან მოხვალთ. იყიდით რომა რა მანქანებია? S60 რამოდენიმე რა, BMW თითქმის ყველა რა იტოს. ხო, ოღონდ M-ები არ არის რა. M-ები არ. ხო? მაგრამ მალე იქნება, რომ იცოდეთ. M3 იქნება მალე და მე შეგიძლიათ, რომ წინასწარ რომ დაჯავშნონ ისე ტიპებმა. ეგრე შეიძლება კი. კარჩე იმი ვისაც ყავთ რა, E46 აპირებს. ხო და შეგიძლიათ. ეხლა განახებთ რომელი მაღაზია? აგერ პარკინგიდან რო ეგრევე მიხვდებით რა. აი ეს მაღაზია, პარკინგიდან როგორც კი ჩამოდიხართ რა. ჩვეულებრივ შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ, რომ აიკითხეთ, მოგასწავლინე და წინასწარ უთხარით რა ნაწილები დაგჭირდებათ და ეგ ნაწილებიც იქნება რა. აგერ ერთი 300 მეტრი გვაშორებს. ვისაც ვიდეოში კი ვიტყოდი აქამდეც, მაგრამ მაინც რო იცოდეთ, ვისაც დაგაინტერესებთ აქ მოსვლა, ნომერი და რაღაცეები, ბევრმა დამიწერა ნომერი მომწერდა. ნომერი რა, მაინც არ გჭირდებათ, რადგანაც ეს ნომერი და რაღაცეები და რეკვა და ის მაინც ხო ხვდებით რა, ანუ ისაც მილიონი ადამიანი რეკავს დღეში და სულაო პერფორმანსი ჩაწერეთ Google Maps-ში და პირდაპირ მოგიყვანთ აქ. მოვედით გიოსთან. კერას ცალია რაღაცებს აკეთებს, ლევანაც მოვიდა. გაიარა ეხმარება ლევანა. ხო და აგი გასატესტად მინდის 440-ის და ცოტა ხანში ჩემს ესეც დავიწყებთ რა. ასე რომ დღეს იმედია იქნება რა. ნახოთ თუ გამოგვადგება რაც თავარია შლანგი რაც მოვიდა. იმედია რომ რამე საშინელება არ მოვიტანე და კარგია. ოპა. და ესეც ის. კაროჩე შლანგი რომელიც წამოვიღე ხალხო, რომელიც გადავაბით არ გამოგვადგა, რომელიც გადამული იყო და რომელიც ჩვეულებრივი წამოვიღე, შლანგი გაატარა, გიომ ჩვეულებრივ არ გადიოდა და ტაუტი და მთელი ამბები დასმასკა და კაროჩე რა ცოტა პლუს 18 მომენტი იყო, მაგრამ ნიკუშა ხო ტყუილა ყავს ამოყვანილი, ვერაფერი ვერ გადაიღო. ეგ დაბლიდან უნდა იყოს. აი ეს არია? კი. გამარჯობა. რა არის? აი ხოლმე გაიყაროს. მერე? ირტა არა. ამას? ხო. ეგ უნდა გაიყაროს თუ ის, კაცო? თვითონ სამაგრი, რეზინის. რეზი მართალ. მართალ. ხალხო, მოვედი. დავამუღამებინე. მართალ. ესე და. კიო, ეს ანუ ამ ხელაზე თუ იწევა წინ თავები ძალიან წინ ხوار გამოვა. პროსტა ისე ვარგებ რა. ხო, თორე ძალიან წინ ხوار გამოვა აქეთ ესე თავები. შეეწევა ეს არის შუაში, აი ესე ზო, ძალიან კაი. შეგი ეს არის მარჯვენა მხარე, თავები მაგაზე ეჭირა. ხო, აი იმიტომ აქ გიო, ნახე, ამას ნახე ორი ცალი მაგიტო აქ რა. რა? ეს არის აქ მხარე. გადაატრიალე იქეთ. ეს არის გადასატრიალებელი და ესე დგება ეს. всё, ясно, გიო. დგება ეს. ხო. მოიცადე. ეს დგება ეს. აქ გადასაბმელები სადა? ეს არა. მაშინ ეს. მოიცადე გიო. აქ ხო არ გვაქვს რამე. გიო, აი აქ ხო არ გვაქვს რამე. აქ თავები დევს და რაღაცეები დევს გიო აქაც. გვაქვს? ეს ხო არა გაქვს, ეს შუა წელი. ეგ იმას ხედავს. ხო.
ბიჭო, რაღაც საჭმლის მომზადების ვაუჩერი გვაჭუქეს. მართლა გეუბნები. მე არა დავაი, $200-იანი ძმაო. რაღაცა საჭმელიო? რამდენჯერ მანქანის რაღაც ჩამოგვიტანია და $100-იანი ის მოუწევს. ღვინის დედას ჩემს ვაკაც ვაჭუქე ამერიკაში. ან ჩვენ ეს ნაწილი არა გვაქვს, რომელიც ის ქარხნიდან უნდა. ხო, რომელიც უნდა გადმოვიტანოთ აქეთ. დიახ. ეს უეჭველი იხმაურებდა. ხო? უეჭველი იხმაურებდა ეს. სიარულის დროს რაღაცნაირი ის ქონდა. მაგრამ ეს ეხავე დაგჭირდება, ხო აღარ ჩავაგდო ჯამში. მოკლედ, ხალხო. გიო, ეს არის სექცია 1. კი ბატონო. ხო ეგრეა. სექცია 1, სექცია 2 და მესამე არის უკვე ბაჩოკი. ხო და სექცია 1 არ მოყვა. ამ Taran Motorsport-ის ვინს გამოიწერთ რო იცოდეთ რა. აღწერაში იქნება მაგის ლინკი, თუ ვინმეს დაგჭირდება და სექცია ეს 1 არ მოყვება რა. თქვენი მანქანიდან მოგიწევთ გადმოტანა და დანარჩენი მოყვება ყველაფერი. გიო აქ ნახე. ევროპულებს აქ კატალიზატორი უძებს. და ალბათ მაგით. ამერიკულს ხო კატალიზატორი ზევით აქვს? ზევით აქვს. ევროპულს აქ აქვს კატალიზატორი. ანუ ეხა რეალურად გიო ევროპულზე კარგად უნდა იაროს. ხო? ანუ იმიტომ რომ კატალიზატორები იმას რჩება, ესე იგი ევროპულზე რო სიტყვაზე ეს შეცვალო რა, კატები მაინც რჩება ზედ. ხო და ეხა რეალურად ევროპულზე კარგად უნდა იაროს. საინტერესოა. ნახოთ. მოხსნით ეხა და გაჩვენებთ რო არ გაიწელოს ძალიან. მოკლედ ესე გამოდის ხალხო, აწყობილი არ არის, გადაბმული არ გვაქვს ჯერ. უკანა ბაჩოკები, სექცია 1 რომელიც გადმოვიდა ჩემი ვიხლოპიდან, კოლექტორები, ეს ჩინური კოლექტორები დროებით ყენდება და მე გიოს ერთხელაც შევაწუხებთ, რომ კარგ კოლექტორებს როცა ვიშოვი ევროპულს დავაყენებ და ნუ მოკლედ. ავაწყობთ ნელ-ნელა, გადავაბავთ ეხა და გაჩვენებთ პროცესსაც. მოკლედ. ლევანა გვიწყობს აგერ იმას. ლევან ეს რეზბავ ხო? აი რაც იყო გაფუჭებული, აი აქ იყო ხალხო კიდე რეზბა გაფუჭებული და ახალ რეზბას უყენებს ლევანი. ბეჩი უყურეთ ჩაილიკები შემოდგა და დაჯდა. და აქეთ სინცა აქვს ჩართული. იდილია. მოკლედ. ერთი რაღაცა მოვიფიქრე, იცი? აბა. მინდა გავაკეთო შევსწავლელი სკოლა. მე და ლევანა ვფიქრობდით რა, რომ გავაკეთოთ სკოლა, ვასწავლოთ ბავშვებს ჩვენი პროფესია. მართლა? ო. მოგონია. ო, მაგარია. ო, რავი, ალბათ მაგარია თუ. მოდ მანქანა ვიზა მამამ შემოიყვანოს ბიდიშვილო ისწავლე. არა, რატომ? ხო, აი, მონდომებული უნდა იყოს, ზარმაცი არ უნდა იყოს და აგე, ერთი კლიენტი ყავს. ხო და. რა პრობლემაა, კაცი? ნებისმიერს გავაკეთოთ ოფიციალური სკოლა, რომელსაც ვასწავლეთ შესაბამისად. ოფიციალური სკოლა სად? მაგ. ხო, ანუ მაგას ვამბობ, რეალობაში უნდა ისწავლოს, აბა. ხო, აბა თავისთავად. კომპიუტერთან ხო არ დავსვავ და ის გიტარა მომიხსენებთ, ხო არ ვეთქვი. შეიძლება მაგას ვფიქრობ, კაი ხანი უკვე ვფიქრობ ამას, რომ გავაკეთო სკოლა და ავიყვანო მოსწავლეები და ვასწავლო. ხალხო, არ ემოს შეხედეთ. ბავშვებო. აი ამაზე მაგარი გარემო რა გიდა სადა სახელოსნოს სადხედავთ გახედავ M8-ს უყურებ აგერ ეს მანქანა გარედან როგორც უყურებ ეგარ არის თუ დაინტერესდებიან მოგწერონ კომენტარებში მოგწერონ თუ არიან დაინტერესებული და მე გავესაუბრები ყველა საათთან ეგრე არ უნდა კომენტარებში პლუსები დაწერონ და დაინტერესებული ვარ ეგეთი რამით დაწერეთ მართლა ხალხო და თუ დაინტერესებული ხართ აგერ კი შებერავენ გასწავლიან კაი ხალხთან ერთად იქნებით მთელი დღე და გაგისწორდებათ რა. ბექას მანქანას დაგაშლევინებ, დაგაწყობინებ, დაგაწყობინებ. მე რომ მოვალ ხოლმე. შეგიძლიათ უკვე ჩემი მანქანა დაშავოთ. კაროჩე ესე გადავწყვიტეთ რა ბავშვებო. საშინაო დავალება გეკნებათ ხოლმე დაშლა აწყობა ოპელის. ეს ოპელის მანქანას მიადგებით. ვიდეოს გადაიღებთ როგორ შლით აწყობ. მოხვალ გიო შააბარებ. პროცესი. გაყენების პროცესი. ნელ-ნელა, ოპა. მოდი მე ხო არ დავიჭირო. მაგ ორ ბოლტზე დგება ლევან მარტო? რავი რომ გავუშვებ ხელს ავიჭდება.
ნაბურია ხა ხوارაზუს არ ფიქრია. აი იმიტომ საკინებს არავის ეს მირაცმი და ყო. მოკლედ ის დაგჭა რომ მე ის აიწყოს. ბაკის რეზინა გაკეთდა რა. აქ ხა ყელი უნდა დავაყენოთ. წყალი საიდანაც შემოდის, ყელი არის რეზინის და რაღაც წვრილმანები კი. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ყველაფრის მოხსნა უნდა რა ეს ძრავის ჩაჯდეს. და რო იცოდეთ ეს რო არ გეყენოთ ძრავის რეზინი ან ცუდი გქონდეთ, გახეული იყოს ანამე წყალი შემოვა მაქედან საბარგულში. ასე რომ იცოდეთ, ყვილად არ უყენებ. ყვილად არ წვალობთ, უბრალოდ არ წვალობთ. ჩვენ გავართ უყურებთ. ვერც ახმანებით, მოკლედ დავაყენებთ ამასაც და გაჩვენებთ, მე უკვე აწყობის პროცესს იმის. ჩამოშლის პროცესში ვართ. ლევან, კოლექტორი რო ჩამოვიღოთ, მაგიტო უშლით ამას, ხო? და რას ვაკეთებთ? ხელი ხადავოი და ტრავერსი უნდა ჩამოვშალოთ და უნდა ჩამოვიღოთ მე კოლექტორი. რულავოის რო ჩამოვშობთ ის არ გამოვა სითხე? არ გამოდის? აჰა. გიოსთან რო მოსვლა მოგიწევთ, დაგხვდებათ ლევანი გიოსთან ერთად. მოგხედავთ ხოლმე ყველაფერში ვაფშე. ლევანი შლის აწყობს, გიო ზის ხოლმე აგერ ფეშთან ხანხელი აქ ნატკენი. ხანხელი ნატკენი, ხანის და ლევანი შლის ყველაფერს აკეთებს და ნევასება სუფთად. წეგან ისე გაუზიზინა ბიჭს მეოთხე სერია დედას მიცავა რომ მოვიდა ეგეთი არ ყოფილა. ვაფშე სხვანაირი მოვიდა ის მანქანა. რა დარჩა? ტრავერსი უნდა ჩამოვიღოთ, პადმატორი უნდა აპადა, მე მიუძიებით უკვე დანარჩენს. აი მოდი. პადმატორი კაია. კაებია ხო? ცოტა სლაბია, მაგრამ ვაფშე მე იმებს სერვისულს თუ გამოიწერა, ესენს გამოიწერე და კარგი ხო? თავისი. ხო. იმიტომ რომ ესე შეიძლება არის, ანუ ჩაულებრივ არის უკვე, მაგრამ დამძარი იყოს. ხო. იგი მოგდეჯილი არ არის, მაგრამ დამძარი იყოს. ჯობია მე რომ იმებს შევსვით გადაშესტები და ვაყენებ. ადგილად თავზე. მოკლედ, ამის მერე შემდეგი ნაბიჯი იქნება სერვისი, უკვე კლადიშები, ვანუსები, რაღაცეები, ანუ მერეც ჩამოსაშლელი იქნება. ლევან, ისე სადმე რულავოიდან და იმიდან ხო არ გაზდის. ანუ ეს არის გიო როგორ წმინდავდა ფეჩს. როგორ უნდა გაწმინდო ფეჩი ბენზინით. ანუ ბენზინით როგორ უნდა გაწმინდო ფეჩი. ანთებული ფეჩი. ანუ შეხედეთ, გეხვეწებ, ფუნჯით უსმევს იმას ბენზინს. ზეთიანი იყო რა. და ანთებულ ფეჩს. აი საჩეველი შეიძლება. გამაჩეველი. აი ბუთქოზობთ. ჯერ ქვევი წმინდა? ჯერ ქვევი და ახლა ზევით გადავატარებ თუ არა ეგრე ბუხ? ეგე? სადის როლა პუნჩი შევედ. ეხლა ნახე. თავისთვის არის რა. სიდელია როგორ გაწია? აბა ეხლა მე თავისთვის იყო, ცეცხლი ენთო თავისთვის. დაიწოვო და ჩაქრებოდა და ეხლა უარესია კიდე. წყალი დაასხან ეხლა ნახე რა მოხდება. გამარჯობა თემო. ეხლა უყურე წყალს დაასხან. აი რატო არ უნდა დაასხან წყალი ცეცხლ ანთებულ ბენზინს. ნახე ეხლა რა მოხდება. ნიგე? ვახ. მე მივხვდა ლევანი და კრუგში შემოასხა ბენზინი. ის წყალი. მამ ნახე როგორ მიყვება ხედავ მაინც. ხო, მაგრამ ვერ მიდის რა, ვერ გადაეკიდება, ვერ. თან ზეთია გარშემო. რა ხდება, გითხარი? 102-იან პროგრამას ვწერ ახლა. 102 ოქტანიან პროგრამას ვწერ. იმიტომ რომ MHD-ის ლოგები რო გაუგზავნე 98-იანზე გაუკვირდა, ძალიან მაგარი საწვავი გაქვთო და იქნება და 102-იანი საწვავის ლოგებიცა იყო, რომ გამოგვიგზავნონ პროგრამა რაღაც ჩასწორებელია რა. ხო და ეხლა უნდა ჩავწეროთ 102-იანი ოქტანის ბენზინი, გვისხია 98-იანი და უნდა გავიაროთ ლოგები ავიღოთ და გავუგზავნოთ MHD-ის. ის 98-იანზე კი გაუკვირდათ, მე თვითონ გამიკვირდა ისეთი რაღაცა მომწერეს და რა ვიცი, ნახოთ. ვართ F90-ში. F90-ში ბენზინს არ ვასახელებთ, გაგვისხია. მაგრამ ჩემ და გასაკვირად მართლა. წინა რაც ჩაასხი იგივეა, ხო? კი. აგერ. ზეა უბრალოდ 102 ოქტანის. აგერ ვაჩვენოთ. რა მომწერეს. აგერ პასუხი MHD-ის. რო გაუკვირდათ
вообще არ არის. ეს ვარ მოჩვენო მე ვერ ხედა. ტრაგია გეცა. ჰა? ტრაგია გეცა. ინსტინქტია, შემოწმაო. აქაც დავაჭერე, მაგრამ არ დაიჭირე. არ უნდა დაჭერე არაფერს, თვითონ აკეთე. ფეხი. ჩამოვშალეთ მთელი მანქანა. ხალხო, ამდენი წვალების მერე ეს კოლექტორები რო იცოდეთ, არ წავიდა და არ ემთხვევა საბოლტეების ადგილზე. ასე რომ უილა გამოგვივიდა მანქანის დაშლა და სავარაუდოდ თავის კოლექტორს დავაბრუნებ მანქანას. მე და გიო ვართ. დილის 10 საათია. ვიყიდე კარტერის პრაგლად გაბარემ დაშლილი გვაქვს და შევცვლით აგერ კარტერის პრაგლადკა. გიო რო ლაპარაკობდა, თუ ლევანი ლაპარაკობდა გუშინ პადმატორნებზე. აგერ ქონია გამოწელი როქაუტოდან. ხო და ეხა ამ ყველაფერს ჯერ მივიტანთ უკანი კოლექტორს, რაც ძალიან გამოგვადგა. მაღაზიას და რაღაცებს არ ვიტყვი, არ მეყვარს ეგეთი ინტრიგნობები, მაგრამ ეხავს. ეს ჩინური კოლექტორი ისეც ვიცოდი, რომ ნახევარზე მეტი ბრაკი იყო და ნუ ეხა ჩემი დაურწმუნდი. აკეთებ შლი მთელ მანქანას, ერთი 500 ლარის საქმე არის, რომ დააშალო ააწყო და საბოლოო ჯამში კოლექტორი არ მიდის. მოკლედ მივიდანთ, ეხა დავაბრუნებთ ამ კოლექტორს უკან და ჩემს კოლექტორს დავაყენებ. მე გავულით ანტიფრიზი დაიქცა, იმიტომ რომ კოლექტორის თავზე რაღაც ჟესტი რაც არის, მან წყლის გადის და გამოძრობის გარეშე ჟესტი არ ამოდიოდა და ვერ ვაძრობდით. ხო და ანტიფრიზსაც წავიღებთ და გიოსგან ჩაგერთვებით. ესე იგი, აგერ ეს პრაკლატკა რაღაცა ფირმა არის, ვიქტორ რეინცი, არ ვიცი გერმანულიაო. ეს პადმატორნები, გამოხდილი წყალი და ის ვიყიდეთ. ანტიფრიზი და ნელ-ნელა ვიწყებთ 11 საათი. 11 საათი არის და ნელ-ნელა ვიწყებთ რაღაც როლაცების კეთებას. თავარია ფეჩი შეგოზგუზებულია. გიო ჩვენთან ერთად არის. მოკლედ არ ვიცი. ოპა. სახში დაბრუნდნენ. არა, სახში იყვნენ უფრო სწორად. მეორე სახში. მეორე სახში. ოღონდ. ეს არის ის. წამალს რო ითხოვდა, ხო? ორ-ორჯერ. ხო, ეგა. ისინი ნახე, ჩემ ხუთსათვალიერებენ რამდენი ხალია. რა ხდება, რა ნახეთ? ეს ამის სიდენია. დედას ვიცავ, გაციებულის რო იყო აქიჯდა ამ სიდენიაზე. აწყობას ვიწყებთ სექცია, ეს არის მეორე, გიო. ხო, მეორე სექციიდან ის არის პირველი, რომელიც მანქანაზე იყენა. ესენი მოყვა გიო, ხო? კი, პრაკლატკები მოყვა. პრაკლატკები და რაღაცეები, ნახეთ, ყველაფერი მოყვება ვაფშე რა. ესეთი რაღაცეები, ვაფშე ყველაფერი მოყვება. თითოეული დეტალი. მოდი ახალი დავაყენოთ. ხო, მართლა ახალი დავაყენოთ, ხო? ხო არ დაგვაკლდება გიო. დავაყდება და იმას დავაყენოთ. რატო რა დავაყენოთ ყველა ბოლტი? ანუ თითო იმაში და ყველაფერი მოყვება ხალხო საერთოდ რა. ვინც ესეთი რაღაცების გამოწერას დააპირებთ, მართლა ისე არის რა. გულიანად გაკეთე. გულიანად არის, რომ ანუ არაფერი დაგაკლდეს. ხო, თითო დევს. ბიჭო, ეს არ იქნება ის რაღაც ხარახურა ფირმა არ იქნება და მაგიტო დევს ამ ხელა პარკში სავარაუდოდ რა. რაც კარგი ისაა ალბათ. Rain Automotive. და ნომრილი არის, part number-იც აწერია რა. მოხსნათ ესე, ნე?
გამოპრანჭული უნდა რომ იმუშაოს რა ხალხო. გაბურძგნული წვერიანი და მთელი ამბები. აქცალია. ცოტა ცუდი გასა. რაღაც 8 ცილინდრი მოდის? ოიდა. კი, გავიგე. $100 vouchers გაჩუქებთ. ღვინის მაღაზიის. ტექნოლოგია. ახალი და ძველი ტექნოლოგიები. სადღაც ეგრეთ. წეღან ისეაცია მეთქი რაღაცა გადაწყდა. არა, ბიჭო, მძიმეა ბევრად. დიდი სხვაობაა რა. ამას აწებ ჩადებ ჩაულებულად. იმას ეჭიდა. იწყობა M8. ეხლა ჩემთვის ვინც არის ის რა ესეთთვის ის უფრო ძვირიანი მგონია მე. ძიმე როა? ხო, რა მეტი ფირფიტა აქ რაღაცა. არა, ბიჭო, რა მეტი ფირფიტა, ეს დამავიწყდა რა არის. ამაში შიგნით რაღაცა არის და ძალიან ძვირი ღირს. ლითიუმი. ეს ღირს ძალიან ძვირი. დაჟე M4-ში, F92-შიც ეს არის. ახალი თაობისაში. და ძალიან ძვირი ღირს, ბიჭო. მოკლედ ხალხო, ღმერთმა არ დაგაჭიროთ ან თირკმელი ან ეს. კარჩე 10,000 ღირს ეს ლითიუმის აკუმულატორი რა და იმედი მაქვს არ დაგჭირდებათ არასდროს. ეს ახლა მოვხსნათ, ეს დავაყენოთ და მე ეს მივაყენოთ და ადგილზე გავასწოროთ. ესენი მივაყენოთ. მარა გიო, ის მივაყენოთ ჯერ? ხო, ჯერ ის მივაყენოთ და ამას ზედვე მოვარდოთ. ამას ჯერ ისინი გო გიო მისაყენებელი ამაზე. ვიცი, ეს რეზინები ქართულად როგორც დგება, ეგრეთ დგება, იქ ხო? მანქანაზე. გიჭიროს. გარია მოგლიჭი. მაგრამ შეიძლება რომ დავუდოთ. აღარ გამოვარდება. მაგრამ სხვაობას ხო არ მოგწონს გიო ეგ. ეგ ჯერ ზეტყენდება და მერე ყენდება ზევით? მაშინ მე 2 საათი დავდე გიო. როზადე ესა. მეგორი? ანუ მე ისინი შემოვიდა. პროცესიც ესე მიმდინარეობს ხალხო. ეს ვიდეო სავარაუდოდ ნახევარზე მეტჯერ ასტრაფებული იქნებოდა, იმიტომ რომ აწყობას ხანას ვაკეთებთ ხანას და რო არ მოგბეზრდეთ. აქ ძალიან ლამაზად ჩანს ეს თარნერი რო აწერია, ძალიან ლამაზია. ეხლა მზიანათებს ალბათ კამერაში და მზე ურტყავს, მაგრამ ძალიან ლამაზად არის რა. დაბლიდან ყოველ შემთხვევაში ძალიან ლამაზად ჩანს, აი შუაში რო გამოხვალ. აი ეს მიდანაც ალბათ ცოტა ისეთ დაღმართზე რო ჩადიხარ, უკანა მანქანიდან გამოჩნდება, რომ ბაჩოკი აყენია ამ თარნერის და ძალიან ლამაზია. ხალხო, ამას მოყვება 2 პულტი. რომ შენ საკონტროლო და გვერდზე მჯდომ მოწოტოის თუ გაბურღავ, გაგითიშას ყალმა ხმა. მოკლედ, გიო, უთხარი ხა ეს რაებია. არის 4 გამოსვლელი ეგრეთ წოდებული ყრუმა. ხო. აქედან 2 შეგიძლია დაკეტო. ხო. პულტით და 2 მერე გააღო. ანუ ხმა ექნება შესამჩნევად დაბალი, როცა ესენი იქნება დაკეტილი. ხო, და მხოლოდ 2 იქნება ღია. ხო, მხოლოდ 2 იქნება ღია. ქალაქში ისეთ რაღაცეებში რომ ძალიან ხმაური არ ქონდეს, დაკეტა წნარჩვიდათ ივლი. შესაბამისად, როცა დაკეტილია, ეკონომიაზეც მოქმედებს, ცოტა ნაკლები წვა. მართლა? კი. როცა გახსნი დიდი ხმა ექნება და მეტი ჰაერიც გავა. საღო.
გიო, მან რაღაც ბევრი რაღაცეები გვაქვს. ეს სოლენოიდი არის, ეს შლანგები არის, ძალიან მარტივია. ეს მართველი ბლოკი არის. ეს ყველაფერი საბარგულში დაყენდება და ორი შლანგი ჩამოვა დაბლა, всё. ეს კიდე პლუს მინუსზე დაერთდება და всё, ეს რომ მოეცა ჩემს ამას გადავაგდებდი, უცილოს დავაყენებ. პლუსზე დაერთებ, ამას მინუსზე დაერთებ, всё. მოიცა ბაგაჟნიკიდან საიდან ჩამოვგია? სამდე ხურელს ნახავდი ჩამოვა. მან აკუმულატორია. აბა, აკუმულატორის ქვეშ. ნახავთ რამეს, რა პრობლემა არ იქნება და გავხვრიტავ. მოიცადეს, ხვრელი სად არის, იცი? ამის თავზე. ვიცი, ბევრი. და რატოა ვაფშე ხვრელები რა სჭირდება? საჰაერო სპონჟია? გამძლელები არის, აი აქაც ახეს. ხო და მაგას გეუბნა. არის ნერვიულო მაგას. ყველაფერი იქნება ხალხო, ისე როგორც ამ სახლში დავტოვებ ამ პულტებს. აი, ეს გაღებული იქნება სულ. ეს ყენდება ესე იგი იმაში, საბარგულში რომ პულტმაც დაიჭირო. ანუ წყალი რაღაცა არ მოხდეს. ეგ ყენდება შრალ ადგილას. და წყალმა არ გააფუჭოს. და წნევა კეტავს ამას? ვაკუუმი. და რატოა გიო ხება? ეს გააჩნია სადგინდა შენ დააყენო ეს მოწყობილობა რა, მაგალითად სალონში. თუ გინდა რომ წინვე დაიყენო, ხო, სადმე? კიდე საბარგულში დააყენო, კიდე სალონში დააყენო. მე შლანგზე რო არის ჩალიჩო ტყილა, მოყობა გზელი შლანგი. რაზომაზეც გინდა, მე გადაჭრიდან საბარგულში იქნება თუ იმას. არანაირი. ოკი, იჭს ხო მაგ? ესეთი ამბავი გვაქვს რა. დაშილზე კი მოსასვლელი ვართ ისევ და ისევ ლევანის დასაშლელია. მაგრამ ლევანი წავიდა სამსახურიდან იმდენი იწოლა დაშლას. ესეთი ამბავი გვაქვს, როცა შევცვალე კარტერის პრაკლატკა. კი უთხარით ხო რომ მოდიოთ. კარტერის პრაკლატკა შევცვალეთ და კიდე კაი რომ კარტერის პრაკლატკაზე მოვედით და ჩემი შეცდომა აღარ გაიმეოროთ, როცა მანქანას იყრედით. უეჭველი. კარტერიც ჩამოხსენეთ. ხუფიც ახადეთ, რომ დაათვალიეროთ ყველაფერი, იმიტომ რომ კლადიშები ყოფილა ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ძალიან ცუდ მდგომარეობაში, იმდენად ცუდ მდგომარეობაში, რომ გიომ და ლევანი მითხრეს, რომ კიდე კაი არ გაზავებდიო და არ იგაზავე და არ დასტუკე ძრავიო, იმდენად ცუდ მდგომარეობაშია. მოკლედ კლადიშები ღირს $750 სადღაც. ესე იგი, ესეთი ამბავი გვაქვს რა, ამ ვიდეოს უნდა გქონდეს ძალიან ბევრი ლაიქები, ძალიან ბევრი ნახვა. რო დიდი იმედი მაქვს, ეს წუნიგზე ვნახე ვანუსის სასერვისო კიტი. ხო და დღეს მიწერილი მაქვს, რომ იქნებ დაგვთანხმდნენ, რომ ვანუსები ჯდება სადღაც $1800-2000, რეებიც გვჭირდება და იმედია დაგვთანხმდებიან სერვისის კიტი რომ გამოგვიგზავნონ რა. ეს ყველაფერი რომ გამოგვიგზავნონ უფასოდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ უარს არ გეტყვიან რაღაცეების გამო, იმიტომ რომ ყველა ვიდეოზე რაღაც ისეთი აქტიურობაა და ისეთი ხოდი არის, რომ მე მგონი უარს არ იტყვიან. რატო არ ვიღებდი? იმიტომ არ ვიღებდი, რომ ცუდ ხასიათზე დავდეხი, როგორც კი გავიქე ეს ყველაფერი და აღარ გადავიღეთ. ნუ არც არაფერი გაგვიკეთებია მაგის მერე, ანუ ლევანის ჰქონდა დაშლილი და გაწმინდა ყველაფერი და გააკრიალა და დავლიდან შეახედა გიო ანახე და მერე ვანახოთ რომ დაყენდა ეგზოსტი და გიო აკეთებს აგერ გიო რას აკეთებს კი ვეტყვით აგერ ლევანი კარტერი გააკრიალა იმენა და გიო რას ვაკეთებთ მექანიკურად დაყენებულია ყველაფერი, ეხლა და გავმართოთ ეს ელექტრონულად რომ იმუშაოს დროსელებმა. რომ პულტით იმუშაოს დროსელებმა რა. უკრინდანაც შეახედე. შევაერთოთ. ვაკუუმი აქედან ავიღოთ, შევაერთოთ. აქ ვაკუუმებზე წინდან ავიღოთ ვაკუუმი და მე ეს პლუს მინუსი დავაერთოთ, რომ იმუშაოს პულტით გავაღოთ დავკეთოთ. პულტით გაიღოს და იკეტოს და ყველაფერი ისე იყოს, როგორც ინდორ ფილმებში. ეხლა გიო მობილურს უპასუხებს და მე გავაგრძელოთ. ესე იგი, გიო. გრძელი შლანგი და მოკლა შლანგი რო ვამბობდით, რომ იმიტომ იყო, რომ წინდან უნდა ავიღოთ ერთი ვაკუუმი ძრავიდან, მოვიდეს აქ სოლენოიდზე. ამ სოლენოიდზე, სად არის? აგერ არის სოლენოიდი. ხო. ამ სოლენოიდზე უნდა მოვიდეს ძრავიდან ვაკუუმი. აქ ისრები, რომელია შეუმავლო, ეხლა თუ ვერაფერს ვერ ხედავთ.
რომ მოიტანთ განათებებს და ჩავსვათ ვიდეოში, უკეთესად დაინახავთ ხოლმე. იმიტომ რომ ძრავი არის დასასწრისებელი, რო იცოდეთ. გიოსთან რავი, ერთი 3 ვიდეო, მე რეკაც 3 ვიდეო რა გადასაღები იქნება. კაი ვიდეო, კიდე ძრავის სერვისის, იმიტომ რომ ყველას გამოგადგებათ დეტალურად გადავიღებ მანდაც ყველაფერს და რა ვიცი, უკეთესი განათება იქნება. ეს არის გზაში დგება კიდე კლაპანი, რომელიც ცალ მხარეს ჰაერს უშვებს, მეორე მხარეს კეტავს. აი. აჰა, იქით რო უბერავ, იქით უბერავს გადის, მეორე მხარეს კეტავს. რო ეს ვაკუუმი არ დაკარგოს. ეხლა მაინტერესებს ეს საიდანიც? შენს მანქანაზე გაკეთებული გაქვს? აბა. რა უნდა ყო მარტივია, რა უნდა? ორი შლანგია, ორი პლუს მინუსია და რა. ერთი პლუსია, ერთი მინუსია. არა, ხო, მე რო გამომიგზავნე ხა შლანგებს და იმას გადავყრედი და დავაყრე. პლუსი და მინუსია, ორი ხო, ცალი კაბელია და ორი ცალი შლანგია. ეს არ ვიცი, ძრავიდან უნდა აიღო, შენ ამბობ ვაკუუმიო და. არა, საიდანაც ვაკუუმი ხო დააიღო და ესე იგი საიდან უნდა აიღო, ძრავიდან უნდა აიღო. всё, მორჩა. მარტივად უყურებს მოვა. ამ ხელა შლანგი თქულა კი არა გამოგდა. ლევანოვს ეგრეთ, გოი დაშალა, მაგარა ჩამოშალა, დედას ვიწორ, ალბათ ყველაფერი დამრჩება, ერთ 5 ნაწილი დამრჩებოდა რა დაშალა. ყოფში აღარ მახსოვდა ის დავლიდან. რაღაც დიდი ნაწილი დააყეს. ჯიბეები სავსე იქნება ახლა. რაო? ჯიბეები სავსე იქნება ახლა, ზერბეტი ბოლტები და რაღაცეები. ლევა, რა უნდა? აი სავსე საიდან არის სავსე. სულ ჩემი ნაწილებია ეს ხალხო რო იცით. შენი კოლეგების. ძრავში ზეთი არასკია ხო? ძრავში ზეთი არასკია და ანტიფრიზი არასკია მანქანაში. ხო. ახარი ესეთი ვაკუუმის წვრილი შლანგი იქ ამოდის, რომელიც ბენზინის ფილტრზე მიდის და ბენზინის ფილტრს მართავს. ბენზინის ფილტრზე აყენია უკან რუსულად ვთქვა რა ვქნა. ხო, აბრატკის კლაპანი უყენი, რომელიც იმართება ვაკუუმით და იმ ვაკუუმზე უნდა დავჯდეთ, რომ რუშტერებაც იმუშავოს. მე ყველაფერი გავიგე. ეხა შენით რატო არ აკეთებ ამას მობას გაფიცება, არ გევასება შენი ჯალში, ანუ ეხა ამას რო ჩამოგივათ, აი გთხოვთ რა, ვინც ხელოსანი არ ხართ რა თქმა უნდა. რო ჩამოგივათ, ეს ეგზოსტი. თქვენი დააყენეთ რა და ვიდეო დადეთ. აი ესენი გაიყვანეთ, გამოიყვანეთ რაღაცები, თქვენი დადეთ რა ვიდეო, მაგრამ მაინტერესებს მეც ვისწავლეთ, თან დავამოღამებ რა. ბიჭ რა არის ის ზოგს ეხერხება ბაზარი არა, მაგრამ მე მაგალითად, ანუ არ მეხერხება და თან რა არის, არ ვიცი. ანუ რო არ ვიცი და არ გამიკეთებია, ეს ჩვეულებრივი 46 რო იყოს, შეიძლება ცდები ჩავატარო და ჩემით დავშალო, მატორიც ამოვიღო, რა ვიცი, მურთოს ჩავსო, აგერ შიგნით მაინც არაფერს არ აკეთებს და რაღაცებს ვიჯალიჩებ, მაგრამ ხო არ არის ჩვეულებრივი მანქანა, რომელსაც შეიძლება რაღაცა ისწავლო, ხო? სასწავლო მანქანას ვიყიდი მე შკოდას და ამას შეხედე, გეხვეწები, როგორ წვალან. ერთი ეკლია. რა ერთი ეკლი ეგერ წევს. ეხლა. ემის სიდენიაზეა ის. პომპიდან გაზდისო. და როგორ იღების, გადავღებოს როგორ იღების რა? რა გავაკეთო? ჩაწერე. ჩაწერე რაღაც პომპა აბა. Water pump არა. Water pump kit E46 მიაწერე იქ ის რაღაცა. $80 აწერია გია. სადრა ხეგრეია. ალუმინიუმ water pump. ეგ ორიგინალია. ეგ შკივი არის ბრუციანოში. ეს არის? არ არის. აბა მეტი არაფერი არის. არა აქვს ესე იგი მაგათ. რა ჩაწერე მანახე სერჩი. Water pump. აი water pump. Water pump. არა აქვს. აი, აქვს. ეს არის 180? ეგ არის რაღაცა. ეს არის გება რაღაც. ეს არის სალერი. აი BMW-ს აკრაკლატკა არის. აი ეს არის. აი. $353. როგორ გაუხარდა, გადაუღე. შეგიძლია იაფიანიც იყიდო, მუშაობს ჩვეულებრივ. ესე იგი ხალხო. გიო. მიხაი რას ვაკეთებთ? აი გვაქვს ვაკუუმი. ამ ვაკუუმზე უნდა რომელიც მოდის ძრავიდან, ამ ვაკუუმზე უნდა დავერთდეთ, ეს შლანგი უნდა დავერთოთ. ხო. აგერ გადამყვანით არის ეს. გადამყვანით დავერთდეთ, წავიდეთ უკან, შევიდეთ საბარგულში და საბარგულში გავაწყოთ უკვე ის სისტემა, რომ მე საბარგულიდან ჩამოვიდეს და ეს ვაკუუმები ჩამოვიდეს გამღებებს. ხო, რო გააღოს დაკეტოს, მაგრამ საბარგულში რო დავაყენებთ იმ ელექტრო რაღაცას, იმუშავებს სიტყვის სალონიდან? კნოპკაზე გეუნებ, კნოპკით იმუშავებს? ხო. არ თუ დაიჭერს თქვენ.
კარგი. აქ იმენა ადგილი იყო დატოვებული რომ ეს გამომძვრალი. უყურეთ რა დირკებს პაულობს ხალხო, ეგ გავგიჟდები შეხედე. ქარხნული. სავაცკო იშლანგი მოდის იმენა. შტეკერი აქ და საბოლოო ჯამში მივიდა აქ. რო ჩამოგივათ თქვენ ხალხო, დიდი იმედი არ გქონდეთ რომ ამას თქვენ გააკეთებთ, ამას ვერ გააკეთებთ, ასე რომ რატო ვერ გააკეთებს? რატო იძახი? შეიძლება შენ ვერ გააკეთო თორე. ვერ გააკეთებთ. რატო ვერ მე გააკეთებ? რას უყურე ხა ამდეს ვერ ჩა. აი, კამერებით და რაღაცეებით უანათებით, პროექტორებით იქ რო მე აგვეტარებენ. რა სხვას არა აქვს. გააკეთებენ როგორ იცი? აი ესე გამოატარებენ. არ გინდა ეგეთი ლაპარაკი. არ გინდაო ეგეთი საუბარი. გააკეთებენ ჩვეულებრივად. არ გინდა აქანა ხმაურიო. გიო იძახეს მოსწავლეებს მიიღებს კაბელის გაყვანაზე. გამოდი. კამერასთან ანახე. ეხა ღია. დაიკეტა. ეხლა გახსნი. აბა დაკეტე. ეხლა მიეცინადი. უარ გადა. დაუშვი. დაკაიხმა გლევანა რა. მიეცი. აი! სო! იზდეცია. აუ, ძალიან კაია, ბიჭო. ძალიან კაია, გამორდე. აუ, ძალიან იზდეცია. სო. ამით ეს ვიდეო მორჩა. მოკლედ ხო განახით როგორი იყო ხმა, ყველაფერი პულტი, ყველაფერი მუშაობს. ძალიან დიდი მადლობა გიოს, იმენა გიოს დამსახურება არა ეს დაყენდა იდეალურად. მაგრამ ლევანი არის ფეშთან და ალიოს ყველაფერს რომ გავიდეს ბოლო. ლევანის და გიოს დამსახურება. გიო, მე მგონია რომ კოლექტორი რო დაგვეყენებინა ძალიან დიდი ხმა იქნებოდა. ხო? დაჟე შემაწუხებელიც კი. კაროჩე, ძალიან მაგარია რა. ძალიან დიდი მადლობა ლევანს. გიოს, იმენა, აი დედას გეფიცები გუშინდელის მერე თუ გუშინ წინ, როდის მოვიდით? გუშინ წინდელის მერე, აი ლევანი შლის ყველაფერს, აი რავი, ყველაფერი გააკეთა, მართლა. ლევანს ძალიან დიდი მადლობა და გიოს ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ყველაფერი როგორაა გაკეთებული, ცი დედას გეფიცები დაბლიდან რო შეხედოთ, გეგონება ქარხნულად მოდის ეს შლანგიც კი. მოკლედ, იმედია ხმა მოგეწონათ. თუ ვინმეს ყიდვა მოგინდებათ, აღწერაში წერია ლინკი და შეგიძლიათ შეიძინოთ SES Tunings. მადლობა და Turner Motorsports სასწაული რამეა, აი სასწაული. შემდეგი ვიდეო იქნება ძრავის სერვისი.